არის ძალიან საინტერესო შეკითხვა და არაერთმა ადამიანმა დაწერა და აღარ მინდა გვერდი ავუარო. არ მინდა არავის კონკრეტულ მაგალითზე საუბარი, პირდაპირ ეს თემა რო ახსნა, მიხვდები რატომაც თქვი ეს სიტყვები. კითხეთ ხსნა როგორ ხდება სულის, რომელ დოგმატურ საფუძველს ეყრდნობა და იყენებსო. ძალიან კარგი შეკითხვა და ერთხელ სამუდამოდ მე მინდა ეს ახსნა. დღეს დიდი ჯაბაასი მიდის, ეს ამოჭერი და ძალკე დადეთ, ახლა რასაც ვიტყვი. დიდი ჯაბაასი მიდის, რწმენით ხდება გადარჩენა თუ საქმეებით და თუ საქმეებით და რწმენით და ეს მოდელი, რომელზეც ბჭობა მიდის, არ არის აღმოსავლური მოდელი. ახლა ახსნი რაშია საქმე. ეს დავა საქმეებით თუ რწმენა არის დასავლეთში წარმოშობილი მე-12 საუკუნეში. კერძოდ კენტერბერიელი ასეთ თეოლოგი იყო, რომელმაც წარმოიდგინა, რომ სასამართლო პროცესზე არის ჩვენი გადარჩენა, როგორც დასასჯელსა და მოსამართლეს შორის ურთიერთობა. ანუ ღმერთი არის მსაჯული, ჩვენ ვართ დამნაშავეები ადამში და იმისათვის, რომ არ დავისაჯოთ, ქრისტე უნდა განკაცებულიყო, ჩაგვნაცვლებოდა ჯვარზე და ჩვენ თუ ვიწამებდით მის ჯვარზე საქმეს, რწმენით გადავრჩებოდით. ეს მოდელი სასამართლოსი წმინდა მამებში არასდროს ყოფილა. და ჩვენ როდესაც ეს შემოვიდა ეს მოდელი, კერძოდ ლუკარისი იყო ასეთი პატრიარქი კონსტანტინოპოლის, რომელმაც შემოიტანა და აღმოსავლეთში ჩვენთან და ჩვენ ვერ გავიგეთ რას ამბობდნენ. იმიტომ რომ ჩვენ არასდროს უყურებდით გადარჩენის საქმეს, როგორც დამნაშავისა და მსაჯულის ურთიერთობას. ამიტომ ქრისტეს როგორც ჩამნაცვლებელს და ჩვენს მაგივრად დასჯის ამღებს არ უყურებდით. ეხლა მე გეტყვით როგორ უყურებდნენ წმინდა მამები. წმინდა მამები უყურებდნენ ქრისტეს ჯვარზე. დავიწყოთ რომ ჩვენი გამოხსნა დაიწყო განკაცებით. ჩვენი მოდელი არის საავადმყოფოს მოდელი. ჩვენ ვუყურებთ ქრისტეს განკაცებას როგორც ექიმის მოსვლას ქვეყანაზე, მკურნალის მოსვლას. აი რომელი იგავიდან უყურებთ? მინდა გითხრათ, უყურეთ კეთილი სამარიტელის იგავიდან უყურებთ. კეთილი სამარიტელი მკურნალობს დაჭრილ ადამიანს. ეს დაჭრილი ადამიანი, რომელიც იერუსალიმიდან იეროქონში მოდიოდა, არის ადამის დაცემის ალეგორია. იერუსალიმია 64, იეროქონი არის დედამიწა. მიწა. როდესაც მოდიოდა ნიშნავს, რომ იგი ჩამოდიოდაო, ესე წერია და დაეცა. ჩამოიარა მღვდელმა, ლევიტელმა, ვიღაცებმა და ძველი აღთქმის ხალხმა ჩამოიარა და ვერავინ ვერ უშველა. მაგრამ მე სამარიტელი ჩამოდის. რატოა სამარიტელი იესო? იესო სამარიტელია, იმიტომ რომ დაწუნებულია ებრაელების მიმართ, როგორც სამარიტელი დაიწუნეს. რას აკეთებს სამარიტელი? შესვავს მსახედარს, ჯერ იმას დაასხავს, რა ქვია, უმკურნალებს რა. ზეთს დაასხავს, წყლით მობანს, ღვინოს დაასხავს. მერე სახედარზე შესვავს და საავადმყოფოში წაიყვანს. სახედარზე სად შევიდა უფალი იესო ქრისტე? იერუსალიმში. შეყავს უკან 64-ში ნამკურნალები. ზობაბაიობის დღესასწაული. ზობაბაიობის ალეგორია. ასე ხსნიან წმინდა მამები და მკურნალობის, ანუ ჩვენ ვერც კი ვხვდებით ესენი რატო დაობენ წმენა ისა, იმიტომ რომ ჩვენ ვაქვს მკურნალობის მოდელი. ეკლესია არის საავადმყოფო. საავადმყოფო და სად მიყავს უფალს დაჭრილი ეს კაცი? სასტუმროში. და რატო ხა კითხვა გაჩნდაო ხსნის ივანე ოქროპირი, საავადმყოფო როგორ არისო სასტუმროო და იმიტომ არისო პასუხობს თვითონ, რომ ჩვენ სტუმრები ვართ წუთისოფლისა და ეს ეკლესია სასტუმროა ჩვენთვის, სამკურნალო სასტუმრო. და რითი მკურნალობს ეკლესია? რა დაასხა სამარიტელმა კეთილის მყოფელმა? ზეთი, წყალი, ზეთი და ღვინო. წყალი არის ნათლობა, ზეთი არის მირონცხება, ღვინო არის ზიარება. ამიტომ ჩვენ რამაც შეუძლია გიმკურნალოს და სული გადაარჩინოს. ჩვენი ხსნის მოდელი არ მოიცავს არც ესე ცალკე წმენა, რაღაცა საქმე, არ მკურნალობას მოიცავს. როდესაც უფალი ამბობს, რომ რწმენით გადარჩებითო, ჩვენ როგორ უყურებთ, იცით? როგორც ნდობას მკურნალის მიმართ.
ანუ ექიმი, წარმოიდგინე, არის ექიმი, რომელმაც განკურნა. კურნება მოგვანიჭა. ცოდვა არის დაავადება. მან მოგვანიჭა კურნება ნათლობაში, ოღონდ სრულად ვენდობით მას საჩუქარია, გვაჩუქა ეს წამლები ჩვენ, ეკლეს სასტუმროში დატოვა წამლები, რა უთხრა სასტუმროს მოპატრონეს? აიო შენო ორი ლევსა, რა ქვია ფულის ერთეული ლეპეტა თუ არცდები, აღარ მახსოვს. მეო წავალო და როცა უბრუნდები, თუ რამე დაგიხარჯება, მეცაც გადაგიხდიო. ეს ორი ლეპეტა არის, მეგობრებო, ახალი და ძველი აღთქმა. დატოვა სასტუმროში, ეკლესიაში და ჩვენ ღვთის სიტყვით და იმ საიდუმლოებებით, ათლობით, მირონცხებით, ზეთისცხებით, ზიარებით, აღსარებით, ექიმის ვენდობით, ქრისტიანი ექიმი და უმკურნალობთ. სამკურნალო საშუალებებია. რა თქმა უნდა, წამს უფლისა, რა თქმა უნდა, არაფერს საქმეს ჩვენ არ ვაკეთებთ. რა საქმეა ეხლა ეს რა ქვია, ერთ-ერთი რასაც მთხოვს ხოლმე, რომ ჯერ ეგეთი რა ვიცი, უნდა მივიდე უბრალოდ. წმენა გამოვხატო, მიყვარხარ უფალო, უთხრამ წამს შენი და მოვინათლო. მერე მივიდე, ისევ ეს ექიმი, ის მღვდლები რო ექიმები არიან, იქ ისაც დაუტოვა ჩვენი თავი ამ სასტუმროში. უნდა ღვთისმსახურება აღასრულოს, სულიწმიდის მადლი მოიხმოს, იმაზე რა ქვია, ზეთზე, გვაცხონ ზეთი, ისევ წამალი, ანუ წამლებს გვაძლევს. ეს ექიმი წამალი წმინდა საიდუმლოს უნდა ვეზიაროთ. მერე უნდა ვეზიაროთ, ანუ სუსაჩუქრებია. ამიტომ ჩვენ ვერ ხვდებით, რას დაობს ეს ხალხი? კითხა. იმიტომ რომ ჩვენ მართლმადიდებელს ეს დავა არ ქონია, მე-12 საუკუნეში დასავლეთში დაიბადა. შემდეგ ეს რეფორმატორებმა გააძლიერეს პროტესტანტებს რო ეძახიან, აი კალვინი იყო ეს, რომელმაც კალვინმა საერთოდ მე კათოლიკეებმა საქმეც უნდა იყოსო და ესენ დაობენ. საქმე ეს არა, ჩვენ მკურნალობთ. ეს მკურნალობა, გაგიგიათ მკურნალობა, რომელიც სასწაულებრივად ერთხელ განკურნე ჯადოსნურად არა. სულს მუდმივად სჭირდება ჩვენი დაცემული ბუნება, მოითხოვს მუდმივ კურნალობას. წამლები, აი ექიმი რო დაგინიშნავს დანიშნულებას, რამდენი ხანი მკურნალობ? რა ვიცი, რაღაცა კონკრეტული ვადები აქვს, ხო ამის? ხო, ანუ შეიძლება დიდი ხანი დაგჭირდეს. მერე შეიძლება ისევ ავად გახდე, ისევ რაღაცა დაგემართოს. კიდე უნდა მიხვიდე ექიმი, ოი შენ რა გითხარი, ისევ ახლა დაიწყეს კურნალობას და ასე მკურნალობთ მთელი ცხოვრება. მაგალითად, დაბადებიდან დასასრულამდე. ხო. რას ვამბობთ ზიარების წინა ლოცვაში? მომეცმე უფალო, უკანასკნელ აღმოჩნავდე ზიარებად ყოვლადწმინდა საიდუმლოთა შემდეგ. რას უწოდებს ეგნატე ღმერთჩემოსილი იოანე ღვთისმეტყველის, იოანე მოციქულის მოწაფე 107 წელს მეორე საუკუნის დასაწყისში ზიარ ევქარისტია უკვდავების წამალი. დიახ, ჩვენო გვესმოდეს რომ ეგენი არის წამლები ჩვენ არ უყურებთ ამას როგორც რაღაცა ეს არ ვიცი რა უწოდა მოსამართლეთ. ჩვენ ღმერთს უყურებთ როგორც მოწყალე მამას, მკურნალს, რომელმაც დიდი ხანია მოგვიტევა ყველაფერი, მაგრამ მოტევება საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ავად ვართ. და ავადმყოფობა სჭირდება საავადმყოფოში მისვლა და წამლების დალევა. როგორც ექიმთან კომპლექსურად უნდა იმკურნალო ყველანი. საერთო მადლით კურნალობა. აი ეს არის ჩვენი გადარჩენის ცხონების მოდელი და ამ ცხონების მოდელს სახელი აქვს და ქვია განღმრთობა. როგორც მაშინ რა ქვია იმას ზიარების წინა ლოცვებში ვკითხულობთ, ხორცი ღვთისა განმაღმრთობს მე, ესე ვამბობთ, ხორცი ღვთისა განმაღმრთობს მე და ზრდის გონებასა უცხოდ. და ეს სიტყვა უცხოდ არის ნიშნავს ქართულში რას იცით, არ ვიცით როგორ. ანუ განგვაღმრთობს, საღმრთო ენერგიებს გვაძლევს, თანაზიარი ვხდებით, როგორც უფალი ამბობს, ვინც ჭამს ჩემს სისხლს და ხორცს, ჩემს ანახ გიებს და მე მის თანა, ანუ ჩემშია და მე მასში ვარ და მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს. და ვინც არ ჭამს, არ ექნება სიცოცხლე. ამიტომ ჩვენ ვეზიარებით უფლის მაცოცხლებენ, მაცხონებელ, განმაღმრთობელ წამლებს.
იგი მაინც არის უკმაყოფილება ბოლომდე არ არიან პასუხით კმაყოფილი. არც ხახსნა საჩუქარია თუ უნდა დავამატოთ რაღაც რომ მოვიპოვოთ. ვერ იგებენ ეს ხალხი, საერთოდ ვერ იგებ, იმიტომ რომ ამათი გონება არის სასამართლოში. სანამ ეს ხალხი არ გამოვა სასამართლო მოდელიდან, მანამდე ვერ მიხვდებიან რა მოდელზე ვსაუბრობ. მათი გონება არის ღმერთი არის მოსამართლე, ჩვენ ვარ დამნაშავეები, ქრისტე ჩაგვენაცვლა. ამ მოდელიდან თუ არ გამოვლენ და არ მიხვდებიან რომ ქრისტემ ადამს აპატია მაშინვე აპატია ადამს. მაგრამ პატიება არ არის საკმარისი. მკურნალობაა საჭირო. აი მოდი ეხ ბოლო მაგალითს მოვიყვან. წარმოიდგინეთ ძვირფასო მსმენელო რომ შვილი გყავს. თუ ყავთ შვილი ადვილად წარმოიდგინეთ. თუ არა და დიშვილები წარმოიდგინეთ, ძმისშვილები წარმოიდგინეთ, პატარა ბავშვები წარმოიდგინეთ. რომლებსაც უთხარით რომ შვილო აი იმ ცეცხლში ხელი არ შეყო. დაიწვევი. შვილმა არ დაგიჯერა. შეყო ხელი და დაიწვა. მოვიდა და გეუბნევა. მაპატიე რა მამიკო რა, არ დაგიჯერე. რა სიტყვი აპატიებ თუ არ აპატიებ? კითხვა მაქვს. რა თქმა უნდა აპატიებ. მაგრამ დამწვარი ხელი რო დარჩა? უშველა პატიება? იმას რომ კურნალობა ჭირდება? ასე მოხდა ღვთის შემთხვევაშიც. მოწყალე მამამ თავიდანვე აპატია შვილს, ადამს და კაცობრიობას, მაგრამ ონტოლოგიური ბუნება ადამიანის დარჩა დაცემული, ავადმყოფი. საჭირო გახდა ღვთის განკაცება იმისათვის, რომ ეს ბუნება რაც შეიმოსა, შიგნიდან განეკურნა და მკვდრეთით აღმდგარიყო. როდესაც წირვას ესწრებით, არ ვიცი ესწრებით თუ არა, პროტესტანტია უკვე საქართველოში ვატყობ, საერთოდ ვერ ხვდებიან წირვაზე რა ხდება. შენი შენთაგან, შენ და შემწირველნი ყოველთა და ყოვლისათვის. ეს არის კულმინაცია წირვის. რას ამბობს მღვდელი? მღვდელი ამბობს, რომ ჯვარზეო, შენო, შენ თავსო, შენ თვითონვე შეეწირეო. ოპა ეს ნიშნავს, რომ იგი შედის ჯვარზე სიკვდილში და კლავს სიკვდილს. იცით რატო? იმიტომ რომ იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. სიცოცხლე შედის სიკვდილში და კლავს მას. და შენ რო ჭამ მის სისხლსა და ხორცს, იგი სიცოცხლე შემოდის შენში და კლავს სიკვდილს. და შენ თუ ნაზიარები გარდაიცვლები, ქრისტეა შენში და იგი კლავს შენში სიკვდილს. ეს გააკეთა უფალმა ჯვარზე. როდესაც იგი ამბობს აღიხვა ცოდვები, მან მიტევებული ცოდვებია უკვე. ცოდვით დაცემული ბუნება აღიღო საკუთარ თავზე, როგორც ახალმა ადამმა და მოკლა სიკვდილი. ჩვენ როგორ ვამბობთ? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, გაგრძელე სიკვდილისა დამთრგუნველი. ნახე, სიკვდილისა დამთგუნველი. სიკვდილით მოკლა სიკვდილიო. აი ეს მოხდა ჯვარზე, რადგან თვითონ როგორც სიკვდილი რა არის? სიკვდილი არის სიცოცხლის ნაკლებობა. როდესაც სიცოცხლე შევიდა სიკვდილის ნაკლებობაში, აავსო, აი წარმოიდგინეთ, აი ფინჯანი, აავსო წყა ეს სიცოცხლით, გაივსო სიცოცხლით და აღდგა მკვდრეთით. და შენ რო ჭამ მის სისხლსა და ხორცს, შენ ივსები სიცოცხლით და კლავ სიკვდილს.